მოგესალმებით მეგობრებო. რა შეიძლება იყოს ადამიანისთვის სიკვდილზე უარესი? არსებობს კი სცენარი, სადაც მსჯავრდებული სამუდამო პატიმრობის ნაცვლად სიკვდილს სიხარულით აირჩევდა. Როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მსოფლიოში არსებობს ციხეები, სადაც სიკვდილით დასჯა პატიმრებისთვის ყველაზე დიდი გულმოწყალების გამოვლინება იქნებოდა. დღეს წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე სასტიკ ციხეებს, რომელთა ეკრანიდან დანახვაც კი შოკში ჩაგაგდებთ. ალდექვიდად ბარიუსი, ელ-სალვადორი. რა შეიძლება იყოს ჯოჯოხეთზე უარესი? ნებამომეცით დედამიწაზე მისი ფილიალი წარმოგიდგინოთ. ალდექვიდად ბარიოსი ელ-სალვადორის ყველაზე საშიში ციხეა. მისი ამ წოდების მთავარი მიზეზი არის ის, რომ ამ ციხეში სასჯელს ორი ყველაზე ცნობილი ბანდის წარმომადგენლები იხდიან. MS-13 და ბანდა ბარიოს 18. თუ მსჯავრდებული რომელიმე ბანდას არ ეკუთვნის, სიკვდილი მასთან ხშირად გაუფრთხილებლად მიდის. ამიტომ 2004-დან 2015 წლამდე ამ ციხეში მხოლოდ ბანდის წევრებს აგზავნიდნენ. მაგრამ აქ თავს კომფორტულად არც ისინი გრძნობენ და არც იმის დრო აქვთ, რომ ვინმესთან საქმეები არჩიონ, რადგან ისინი იმდენად ცუდ საცხოვრებელ პირობებში არიან და ციხე იმდენად გადაჭედილია ხალხით, რომ ისეთი მარტივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, როგორებიცაა კვება ან თუნდაც დასაძინებელი ადგილის მოპოვება, შეიძლება პატიმრებთან სასიკვდილო ორთაბრძოლაში გადაიზარდოს. ციხეში ძალადობა და განუკითხაობა მეფობს, რაც მის რეპუტაციას ამართლებს. ამ მიზეზით სპეციალური აღჭურვილობის გარეშე ციხეში შესვლას დაცვის წევრებიც კი ვერ ბედავენ. შედეგად მთლიანი ციხის სისტემა ბანდების ხელშია. ბანკოანგის ციხე, ბანგკოკი, ტაილანდი. ბანგკოკის ციხე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ციხეა სპეციფიკური მიზეზის გამო. პატიმართა დიდ ნაწილს აქ ტურისტები შეადგენენ. თითო საგანში 24 ადამიანი ვართ. ოთახი ძალიან პატარაა და საფირფარეშომდე მისვლაც კი შეუძლებელია, რადგან ის ხალხით არის გარშემორტყმული. იმის გამო, რომ ციხე ზედმეტად გადატვირთულია, დაკავებული ტურისტები იძულებულები არიან სიკვდილმისჯილებთან და სერეულ მკვლელებთან ერთად ერთ საკანში იცხოვრონ. მიზეზი, რის გამოც შეიძლება ციხეში აღმოჩნდეთ, ძალიან ტრივიალურია. აკრძალული წიგნების კითხვა 5 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად ვახშამიან ქუჩაში ხალხის წინ ბუტერბროდის ჭამაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ბანკოანგის ციხისკენ მიმავალი ერთი გზის ბილეთი მიიღოთ. ამ ციხეში ცხოვრება წარმოუდგენლად რთულია. ციხეში მოხვედრიდან პირველი 3 თვის განმავლობაში პატიმრები ვალდებულნი არიან რკინის ჯაჭვები ატარონ. რაც კიდევ უფრო ცუდია, საკვები, რომელსაც პატიმრებს აწვდიან, სავსეა მატლებით და ტარაკნებით. სუფთა სასმელი წყალი კი აბსოლუტური ფუფუნებაა. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. არ გეგონათ, რომ ბანკოანგს გადაურჩებით თუ კარგად მოიქცევით ან კარგი მოქალაქე იქნებით. რამდენიმე წლის წინ ბრიტანელი მამაკაცი ციხეში მოხვდა იმის გამო, რომ როცა მას თავს ტაილანდური ბანდა დაესხა, მათ წინააღმდეგობა გაუწია და თავის დაცვას სცადა. იმის მიუხედავად, რომ ცალი-თვალი და კარგადაც სერიოზული ტრავმები მიიღო, ციხეში არაერთი წელი გაატარა მხოლოდ იმის გამო, რომ უბრალოდ თავს იცავდა.